ეგ არის მოგესალმებით მძგლებო, Fight Hop-ერებო, ქართველებო, Fight Hop-ის მორგი ეპიზოდი არის, რა ვიცი, ყველაზე წარმატებული ეპიზოდი რკენასამით დავიწყებთ და მე სად გადავალთ კაცვა არ იცის, იმიტომ რომ იმდენი MMA სიახლე არსებობს ეხლა არიანო, ანუ რკენასამი იყო ჩვენი main event-ი რა, რეალურად ეგრე არის. UFC-ც იყო, რა თქმა უნდა, MVP იყო, რა თქმა უნდა, ანუ საუბარი არის ლეგენდა MMA-ის სახელებზე. მაგრამ ჩემთვის ხვიჩ დღევანდელი დღე უნდა მიუძღვნათ რკენას, იმიტომ რომ ეს არის ქართული MMA რა. ოღონდ სანამ დავიწყებთ ხვიჩ, მინდა ყველა შევახსენო რა, გავახსენო უბრალოდ რომ Fight Hop-ი არის უფასო პოდკასტი YouTube-ზე, Spotify-ზე და Apple Podcast-ზე და თუ გვისმენთ და გევასებათ MMA გამოგვიწერეთ და დარჩით ჩვენთან. დაგვეხმარებით, მაგრამ ეგ არის და ეგ. ეხლა მინდა ხვიჩ დავიწყო შენით. შენ ხარ არ ვიცი რა, ჯონ ჯოუნზი რო იყო ჩემპიონი, ხო? მოიცა ერთწამი. ყველას ეგონა ჯექსონ ვინკი ყველაზე მაგარი კლუბი რა. ჩემი აზრით დღესდღეობით ეხა ჯექსონ ვინკი სხვა რაღაცა არის, მაგრამ ქართულ MMA-ში ერთ-ერთი უძლიერესი კლუბის ფლობელი ხარ შენ და მთავარი მწვრთნელი და ჩემი პარტნიორი ძმაო და მინდა რომ შაუთ-აუთი გავუკეთო მთლიან ბათუმს, BFA-ს, BMF-ებს რა, საღო ძმაო, მაგრა შეასრულეთ და სანამ დავიწყებთ მინდა თქვა რომ ის რაც სოზამ გააკეთა, ეგ იყო აი მის მერე იმდენი ენერგია გავიდა ჩემგან რომ მეთქი ახლა UFC MVP ყველაფერი დავიკიდე რა და მაგიტო ვიძახი რომ რკენასამი არის თავარი ჩვენთვის რა. ხვიჩ შენ იყავი სამჯერ კუთხეში, შენ ხარ რა ვიცი რა, შენ ხარ ესა ვენახი ძმაო რა და მოდი სანამ შევალთ რა, როგორ შეადარებ ამ მესამე ღონისძიებას რა, წარსულ ორშიც და პირველსაც რა. მესამე ღონისძიება რკენის იყო ორგანიზებული იგივენაირად კარგად, რაც მეორე ღონისძიება მაგალითად რა, პირველი ღონისძიება ეხოცი ფუნჯის სინჯი იყო რა, მეორე მასტერპისი იყო და მესამეც ორგანიზებით მასტერპისი იყო და ქართს რაც შეეხება ხო, სუპერსტარ კარდი იყო, განსაკუთრებით პრელიმერი კარდი ძალიან სასწაული და ძალიან სერიოზული ვენგერებით იყო სავსე და დავინახეთ კიდე მაგი რა. ძალიან სასწაული და ძალიან მაგარი ბრძოლები იყო რა. პლუს ოპოზიციაც მაგარი იყო რა, ჩემთვის გასაკეთებელი იყო, რომ ყველა ქართული ბრძოლა მოიგო, იმიტომ რომ დარწმუნებული ვიყავი, რომ ძალიან ბევრი ქართველი წააგებდა, იმიტომ რომ ისეთი მაგარი ჯგუფი იყო. ისეთი ცრთული მეტოქეები ყავდათ რა. ხვიჩ, მე მინდა რომ დავიწყოთ, აი შენ როგორც გინდა, შენ გიყვარს ქვემოდან ზემოთ რო ახვიდე რა, მაგრამ თუ არ გაგიტყდება ძმაო, სოზადან დავიწყოთ რა, იმიტომ რომ ეგ იყო რაღაცა რა, ეგ main event-ი იყო. იცი, მე გეტყვი რა ხვიჩ რა, მჯეროდა რა, ბოლომდე ხა ადვილია რომ უყურებ ზიხარ და გჯერა რომ რაღაცა მოხდება, ხო ხვიჩ? მაგრამ ფაქტიურად ეგ იყო წაგებული ბრძოლა რა. და სოზამ რაც გააკეთა ძმაო, საღო ფარიდან ფარზე სოზაზე მეტი სხვა არაფერი არ შეიძლება. ფარიდან ფარზე მენტალიტეტი აქვს და ანუ ბოლომდე მიცია ძალიან გამაგდრეს ახაც გამაჟრიალა ტელევიზორულ მომენტები რო გავიხსენე, წარმოიდგინე ისეთი კულტურული შედეგი ქონდა და თქვათ რომ ანუ მარტო ბოლო ადამიანს შეეძლო ყოფილიყო გულგრილი მაგ პერფორმანსის მიმართ. ბოლო ადამიანს იმას გულისხმობ, რაც ადამიანური არ გააჩნია და ემპათია თუ არ გააჩნია. ყველაზე რა ფსიქოპათი თუღან ემპათია თუ არ გააჩნია მაგ პერფორმანსზე, მაგ სოზას ისტორიაზე გულგრილი იყო, ანუ არ უნდა იყო იმაში რა ქვია რა. მთელი დარბაზი ხალხი ტიროდა რაღაცა გიზგავდა ყველა იმდენი ემოცია დაახარჯინა ხალხს სოზამ ხო?
რომ რა ვიცი რა, ცხოვრების მომენტი რა იმახსოვრებენ, მაგას დარწმუნებული ვარ. და რკენასთან ექნებათ ეს ასოციაცია, რომ რკენაში იმ ბიჭმა ესე გააკეთა რაღაც რა, სასწაული რაღაც გააკეთა ფაქტიურად. ეგ იყო ყველაზე დიდი მომენტი, მაქამდეც ბევრი იყო და რა თქმა უნდა, თავარი ბრძოლა რაულ თუ თარაულს ეკუთვნის თავისი პატივისცემა. ნამდვილად რო იძახიან, რომ put some respect on my name, ეგ არის ცნობილი ფრაზა რა, MMA-ში რა, რომ დამსახურება, პატივისცემის დამსახურებას იმსახურებს რა თქმა უნდა ყველა რა, მაგრამ კი რა თქმა უნდა, თან დავინახე რომ ჩემი ასეთ ორგანიზაციამ პატივის საკმაოდ გამოუხატა რა უსრო, ანუ main event-ი იყო და არ იყო ასე რომ ვთქვათ რაღაც სხვა მომენტებით დახაიპებული ბრძოლა, უბრალოდ ის იყო რომ აი ამ ეს მომზადებული კერძი რომელიც არის ძალიან მაგარი და მაგის დასასრული დეტალი იდეალური იყო რომ რაული ყოფილიყო მაგის main event-ი და მას ემოხდა რა ზუსტად. და მე ვფიქრობ რომ რაულმა დაამტკიცა ერთი რაღაცა რომ ის ჯერ კიდე პიქჩია რასაც ჩვენ ვიძახდით ანუ რაული არის ყველაზე გამოცდილი მებრძოლი რამდენი ბრძოლა აქვს ჩატარებული ამდენი არც ერთ ქართველს არ აქვს გონი რა და მოუყვანეს ბელატორის ვეტერანი ახალგაზრდა და ნამდვილად არისო ადვილი ბრძოლა და რაღაც რა მაგას არ ვიტყვი რა მაგრამ აშკარად მოიგო და ძალიან დიდი რაღაცა არის ეს და ყველა იძახის რომ რატო არ მოხდა რაული UFC-ში და მე დღესაც მგონია რომ შანსი არის რომ მოხდეს და UFC-ში top 10-ში, top 5-ში შეუძლია რაულს გამარჯვება რა. კი, რავი, რაული ახლა რაული და ხო იცი რაულის საწინააღმდეგოდ ბეთი ზოგადად ნელია რომ გააკეთო, იმიტომ რომ რაული ახლა თქო უნდა რა შენი ბრძოლა იყო რა, მეტი ვერავის ვერ შესახებ. და ხვიჩ, როგორ შეაფასებ რა ამ ღონისძიებას? ძალიან ბევრი რაღაც მოხდა ღონისძიებაში. მე ახლა ჯანჯალასთან მქონდა საუბარი. ჯანჯალი არის პრეზიდენტი მაგ ორგანიზაციის დამფუძნებელი, შემქმნელი და სული შემქმნელი მაგ ორგანიზაციის და ზუსტად მაგაზე მქონდა საუბარი ჯუბამ რომ მოიგო, იმის შემდეგ გავედი ცოტა ბრეიკი მქონდა. რომ დამესვენებია მორალურად და ანუ ჩემი ბრეიკი რა არის რა რკინას უყურებდი კიდევ როგორც მაყურებელი უბრალოდ აუდიტორიდან მე და დამფუძნებელი პრეზიდენტი ყველაფერი სული შემქმნელი მაგ საუბრობდით უშუალოდ რკინაზე რა და ანუ იმას გავუსვით ხაზი რომ რამდენი ისტორია მოგვიყვა რკინამ ანუ რეალურად რამდენი პერსონალი დიგაგვასნო რამდენი ისტორია მოგვიყვა რამდენი ამბავში involved ვიყავით რა შართული ვიყავით ხო რკენის გამო და კიდევ ერთი საღამო იყო სადაც ძალიან რაღაც ბევრი ამბავი გავიგე და მოგვიყვან რა გინდა სპორტული თვალსაზრისით გინდა პიროვნული თვალსაზრისით ძალიან სასიამოვნო საყურებელი არ მაგიდან გავამდენ იმიტომ რომ ეს არა მორიგი ივენტი სადაც ჩამოყარენ ჩხუბები გაიარენ რაღაცა ხდება რაღაც იცოლება რაღაც მოვლენები არის ამიტომ 100% თქმა უნდა ძალიან დიდი მაგარი ივენტი იყო ვერც სხვა ვერანაირად ვერ შეაფასებ მაგას რა ძალიან მაგარი ივენტი იყო ხო მოკლედ ამ კაცს ამ ფინელს კონდა ჩვენზე ამოჩემებული რა და მგონი აი უკვე ჩაბარებული კონდა ჩანთა და თითქოს თვითფრენავზე იყო ასული და სოზამ ჰაერიდან მოხსნა ბიჭო აუ მაგ ფინელს ხო ძალიან მაგარი სკილსეტი აქვს სიმართლე რო გითხრა რა იმიტომ რომ დაჟე გაზდა დავინახე მისი მოულოდნელი რომ არ ველოდი რომ ასე შეცვლიდა და გადაცვლიდა თავს და დაждდა საგარავი არის და მე ვაფასებ მის დამუშავებას მის განავლილ გზას ძალიან საინტერესო ბიჭი არის მე დღემდე მაინტერესებს მაგის და ფოლადაშვილის ბრძოლა სიმართლე გითხრა რა და დღემდე მაქვს სურვილი ვიხილო მაგის შეტაკება იმიტომ რომ არის დაუხურავი გვერდი მან და ძალიან სტილისტიკურად ძალიან მაგარი მებრძოლი არის რა კი, მაგრამ მინდა რომ რაღაც უფრო სოზაზე გავაკეთოთ კონცენტრაცია რა. ანუ ეს გამარჯვება შენი აზრით
რას ნიშნავს რა სოზასთვის რა, იმიტომ რომ ყველაფერს მაგარი ნიშნავს. ყველაფერს ნიშნავს სოზასთვის ის გამარჯვება რატო? იმიტომ რომ საბა ხო, ანუ რეალურად ეს იყო მისი მეოთხე გამარჯვების სერია განვითარდა მისი გამარჯვების სერია მეოთხემდე. ზოგადად ხო, ძალიან რთულია თუ კონკურენტ უნარიანად ჩხუბობ, ხო? მაგალითად ხო, 3 გამარჯვება მოიპოვა და მეოთხე გადაავა, ხო? ძალიან უაზროდ რთული არის რა. მო თუ კონკურენტ უნარიანად ჩხუბობ, ახლა მაგაზე არის საუბარი და არა ეგრეთ წოდებულ რა გუშეთთან და ტომარებთან ზონებში რა. და საბამ შეძლო რომ შეიძლება მომაცად თქვა ურთულესი ჩხუბი და იქამბეკებია. ანუ სიმართლე გითხრა პირველი რაუნდი საბა მაგრა ჩაატარა, ძალიან მაგრა ჩაატარა. და იქამბეკებია რაზე არის საუბარი, რომ სავარაუდოდ იმან პირველი რაუნდი მოიპარა თეიდაუნის გამო რა, თორე დომში საბა შედარებით მაგრა ჯობდა და შედარებით მაგარი დარტყმები დაარტყა იმ სალასიას. ზოგადად რა. პირველი რაუნდი არც ისე ცალკარა დომინაცია იყო. მეორე რაუნდი წააგო საბამ რეალურად რა. მასე ახლა ავიღო და საბა დავძირო და პირველი რაუნდზე არ არა მაგას არ გამოვაყენოთ ვიცახი ხუჩ, ყურადღება, მაგრამ ხო. შენთან პირველად გამოვიარე, ეხა ბანგკოკში რო ვიყავით, რომ სხვა მენტალიტეტი აქვს. აი ბრძოლას რაუნდებით არ უყურებენ რა. მოგესმის? რა თქმა უნდა, ეგ არის ჩემთვის რაღაცას ძალიან რაღაც ახალი რაღაც არის, რომ წარმოიდგინე MMA-ის ბრძოლაში გეუბნებიან, რომ ჩვენ რაუნდებს არ უყურებთ, ჩვენ უყურებთ თლიანად რა და თლიანად აშკარად იყო დამარცხებული და ძალიან ცოტა დრო იყო დარჩენილი, ხო? ძალიან ცოტა დრო იყო დარჩენილი რა ბოლო რაუნდი. ორი გეგმა რა იყო გიო? მესამე რაუნდი იწყება და მივდივარ სეზონთან და ვიღუნები. და არ შეიძლება რომ უკანა ბიჭი გადავდგათ. უნდა გადავცვალოთ ცენტრში. თუ გაარტყამ, იდეალურია, თუ შემოვა თვითონ ხო ცენტრში ისე შემოვა, რომ შენ კისერს აიღებ მისას. და მაგათვლით ადრე მოხდენ მაგენი პარტერში. პარტერის მდგომარეობაში. და პარტერის მდგომარეობაში ხო 4 წუთი იყო დარჩენილი, როცა მაგენი უკვე აქტიურად პარტერში იყო. მეც მახსოვს ჩემი ტაიმერიდან ვამბობ რა. საბას ოდაშვილის ლეველის გრეპლერისთვის ხო ეს არის უამრავი რაოდენობა დროს რა. იმიტომ რომ პირველი და მეორე რაუნდში ცდილობდა რომ ამდგარიყო და რაღაც გაიკეთებია. მიხდი და მეორე რაუნდში ცდილობდა ამდგარიყო, მაგრამ მე ვეუბნებოდი რომ გარდიდან იმუშავა. გარდიდან ძალიან მაგარი გარდი აქვს რეალურად საბას და მისი გარდიდან მუშაობამ კიდევაც შედეგი მოიტანა რა. იმიტომ რომ მეტოქეს იმდენად შეუტია მის გარჩი, რომ იმან სივრცე შექმნა და ადგავი თუ ავდგებიო და გარჩი არ ვიზებიო და მაშინ დაიჭირა იმით ხო? ყველაფერზე მოყვება ფენა რა. ხო რა, ანუ ესა სამფენიანი მოქმედება. იმდენად შეაწუხა გარჩი, რომ იმან იფიქრა რომ ავდგებიო პირველი, უკვე ამგარზე აფქიქი გაატარა და იმ აფქიქმა სამკუთხედი მოიპოვა. ბჭო ის აფქიქი არის ლეგალური? კი, რა თქმა უნდა ლეგალური არის. კი, ორივე პარტერში რო ყოფილიყვნენ პარტერის მდგომარეობაში, მაშინ არ იქნებოდა არალეგალური. სხვა დარჩენილ შემთხვევაში სუპერლეგალურია. ბიჭო, აი სოზა იყო მართლა, აი მე რო გადახტა KG-დან და გაიქცა ბიჭო, მაშინ რას აი რა იყო მან რა ხდებოდა რა ენერგიას მე შემახსენა თუ მე შემახსენა მაგრამ ჟოზე ალდოს ისტორიები ხო ვარდებოდა პუბლიკაში და რაღაცა რა თავი შეიკავა რა თქმა უნდა ემოციები მაიყვანა და მართლაც ანუ სოზა არის საბა სოზაშვილი როგორც მებრძოლი არის people's main event-ი გინდა უკან არქენად იყო პრელიმებზე იყო ტიპი რა მაგრამ თელი კომიუნიტი და ასევე ხო უამრავი რაოდენობა ხალხი დაბარაკობდით საბა სოზაშვილზე წარმოიდგინე რა იმდენად ხალხის კაცი არის რა ბიჭო და აი ესეთი რეკორდი რო აქვს რა ანუ ძალიან თანაბარი მოგება და მარცხი რა მაგრამ რეკორდი არაფერს არ იძახის რა მგონი რა და რა უნდა მოხდეს იმიტომ რომ ჩემი აზრით ეს არის რაღაცა სასწაული ადამიანი არის და ხო საბა უნდა დავყოთ ხა ეპოქებად დავყოთ აბა არ ჯერმეთი ეკუება რა თქმა უნდა არაფერს არ რეკორდი არაფერს მაჩვენებელი არ და არაფერს თქმელიც არ არის რა ზოგადად იმიტომ რომ საბა სოზაშვილი მისი რეკორდით ხო არის სომთავარი ბრძოლა ერთ-ერთი ყველაზე დიდი კარდი საქართველოს ისტორიაში
და ამავე დროს არის ანუ უაზრო სანახაობრივი მებრძოლი, რომელიც იმარჯვებს რეალურად ძალიან კონკურენტუნარიან ბრძოლებში. ამიტომ ჩვენ ახლა რეკორდი ვინმეს ვატყოლებს, ვინმე ჩაღოს რეკორდს და არ არის არანაირი პრობლემა. ვისაც რეკორდი გიყვართ და რიცხვებიც გიყვართ, მასე შეიძლება გადანაწილება მაგის რომ რეალურად საბას ხო რეკორდი აქვს უკვე ხო ამ ეპოქაში მისი კარიერის, ანუ ამ მომენტში მისი კარიერის 5-1-ზე. ხო, რაც დაბრუნდა საქართველოში, საქართველოს პირველი ასპარეზობა დაიწყო და აი ამ მომენტამდე 6 ბრძოლა ჩაატარა, 5-ში გაიმარჯვა და ერთი იყო ძალიან მინძური ბრძოლა, ძალიან მინძური მოქმედებებით და იქ გადაწყვეტილებით დამარცხდა. თორე დანარჩენი ახლა რომ ვთქვათ რომ საბას ზოჟოს ცუდი რეკორდი აქვს, ხო? ჩვენ შეგვიძლია ისე კარგად გადავყოთ მისი კარიერა რაღაც ნაწილიდან ნაწილამდე, ხო? და აღმოჩნდება რომ არც ისე ცუდი რეკორდი აქვს, ასე რომ ვთქვათ რა. კი, საქართველოში როცა არ ასპარეზობდა იმ მომენტში და არეული ქონდა კარიერული მიდგომა, რა თქმა უნდა ეს უჭირდა ასე ვთქვათ რა, მაგრამ სხვა დანარჩენ შემთხვევებში საბასოშვილი არის ესეთი ძალიან დიდი კამბექი ბოლო რომელი იყო რა ხვიჩი ჩვენების რა ხო არავე ხო იცი მაყურებელს საერთოდ სამდენჯერ მაქვს მაგითა თქვა რა როკის ისტორია მაგრა ევასება მაყურებელს ზოგადად რა ანუ ძირიდან ორმოდან დგები და შენი მოგავს რა მაგაზე გიждდება მაგაზე ძალიან გიждდება მაყურებელი და მე რა საქართველოს ქართულ კარდებში არ მახსოვს იმართლა გითხრა მაგხელა კამბექი რა ანუ მაგხელა კამბექი რას ნიშნავს რომ ასე ბევრი იყოს ფსონზე და თან ბრძოლა რომელიც მიდის წაგებისკენ იყოს და მებრძოლემ შემოატრიალოს 80 გრადუსით რა მე მასეთი რაღაც არ მახსოვს You're listening to Fight Pod Georgia, weekly MMA podcast with the Kartvelians. მოკლედ კენა იყო რა ვიცი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაბიჯი ქართულ MMA-ს განვითარებაში ჩემი აზრით იყო და არის რა იქნება კენა 4-ზე კაცმა არ იცის მაგრამ იმედი მაქვს რომ გავიგებთ მალე სტუმრები გვეყოლება ანუ კენის ინსაიდერები და აუთსაიდერი რობი როგორ კუხიანიძე ხო? რობი კუხიანიძე. მიგე მე ვიჯექი უსმენდი მაგის კონცერტს. მე მევასება მაგის სიმღერა, მე ვაფშე ბავშვობაში გადაღებული ნანახი მყავს ვაკის პარკში უკრავდა, ბავშვი ვიყავი ძალიან პატარა. მე შინოდა ხოლმე, იმიტომ რომ რაღაც სტრანიმასტი იყო ხოაზე ხარობი რა. ძალიან განსხვავებული იყო. მე სცენის უკანაც ვნახე ის საინტერესო საუბრობდა. ძალიან საინტერესო გამოსtildeება იყო. რავე. არა, არ შემაწუხე ხა მის პონჩი საუბრობდა მე მაგრამ არ მიყვარდა და ალღა შეწუხება და რაღაც ფაზე ხარა. ანუ რობი არის მის ისტორიებს ყვებოდა და მე არანაირი შემთხვევაში არასოდეს არ მიწევ უფლება შემთავს რომ თავი დაუქნიებით რობის ჩემი ყველაზე საყვარელი კომპოზიცია არის ძუძუ და კაცი ვერ გაიზდებოდა ძუძუს გარეშე ანუ შავრაუტ აუთსაიდერ რა აი ხალხი შემოგვიგო მე მომეწონა ძალიან მეც მოდი რა პატარა ისენი არის რა ნიუზები არის იმით დავიწყო კონა მაგრეგორი ხდება მაქს ჰოლოვეის და ეს ბრძოლა ენგანურო ხდებოდა მის ოპონენტს MVP-ზე ზუსტად მაშინ დაანონსა UFC-მ რა და პატარა გავაკეთოთ ანუ ამ კარდის breakdown-ი და MVP-ს რა აი ხვიჩ რა სიმართლეს გეტყვი რა კენა იყო ჩემი ალბათ ქალებად რო გაყო რა სამი ქალი რო ყავს რა ვაზე ხარ მოდი ეგრე აი კენა იყო ცოლი იმიტომ რომ კენას უყურებ ა შახ გიორგი კენა იყო ცოლი UFC სიყვარული ხო ბაზარი UFC იყო რაღაც ძველი girlfriend-ი ხო ასე ხარ მაგრამ რომელიც რაღაცა ტოქსიკური ურთიერთობა გაქვს გამოყალიბებული და მაგრამ მაინც ვერ შორდებით ერთმანეთ იმდენი დადებითი და თუ ისე მაქვს თუ ისებასთან ერთად და MVP იყო რაღაც ახალი ნაშა რა ხო ასე საიდ ჩიკა რა პროვიზიტ ხუსტიშტელობით ხო და რა თქმა უნდა კენამ დაგლიჯა და მეორე ადგილზე ჩემთვის არის MVP რა იმიტომ რომ მარტო რომ დაიწყო ნეიდიასის და პერის ბრძოლით
ყველა ბრძოლას აჯობა ჩემი აზრით რა. იცი რატო? იმიტომ რომ ტექნიკურად მაგარი იყო, ან რაღაცა სასწაულის სკილები იყო, მაგრამ ის old school რაღაც ის ქონდა რა სული ამ ბრძოლას რა ორი კაცი მიდის ერთმანეთზე ერთი მაგრაცემს ნეიდიაზის დასისხლიანებულია არ ჩერდება ხო ასე ხარ ძალიან მაგარი იყო რა დიაზის ბრძოლა განსაკუთრებით დიაზის ბრძოლა დიაზის სადაც არ უნდა ჩააგდო მაინც საინტერესო ტიჩხუბებს რა დიაზე ბაზარი არ არის ისინთან 100% თანახმოვარგიო დანარჩენი სხვა ბრძოლა არანაირ შემთხვევაში არ მოვიწოდა წარმოედინე MVP-ზე რა დანარჩენი მართლა საიტში გაიღო რაღაც ერთი დადებით ეთვისებად რომელიცაც ჩავეჭიდეთ და რეალურად ეს იყო ნეიდიას всё ნეიდიას და მაიკ პერის აი სიმართლეს თქვა პერი ძალიან სანახაობრივი და საინტერესო და ქარიზმატული უაზროდ პიროვნება არის პლუს ძალიან სანახაობრივი და საინტერესო საბრძოლო სტილი აქვს სხვა დანარჩენ შემთხვევაში ჩემთვის ძალიან თან მეინ ივენთი ძალიან უაზროდ არასაინტერესო ბრძოლა გამოჩნდა ჩემთვის რა მე რო გეუბნებოდი სალა딘 ფარნაზე ჯონ უდის სინდიკატის მებრძოლ შეხვდა მერაბის კუთხეში იყო სხვათა შორის ჯინა კარანოს კუთხეშიც იყო გახსოვს რომ გეუბნები სალა딘 ფარნაზე ალ შეიძლება არ გახსოვდეს რა ეგ მაგარი კაცია ძალიან ნამო იმაზე ამბობ ხო ფარნასი ქვია რა ფრანგი რო არის რა ჯონ უდის ხო მივხვდი всё მივხვდი ეგ ძალიან მაგარი პროსპექტია ჩემი აზრით რა კი რა თქმა უნდა მაგრამ მაინც სპოტლაიტს რომელიც იწვევს მებრძოლეები მე მაგარი მოაქცია გეუბნები რა მე გამზდა ამაზე და ანუ რეალურად ჩემთვის შეიძლება იყოს რაღაც არა პოპულარული აზრი, მაგრამ განო მისი გაჩემპიონობამდეც არასაინტერესო მებრძოლი იყო წარმოედგინე რა და გაჩემპიონობის მერე და ამ მთელი გზების მერე კიდე მაინც არ დარჩა საინტერესო მებრძოლი რა და რაღაცა ანუ ანტიქარიზმა გააჩნია ტიპს ხოვაზე ხარ ქარიზმა რომ გააჩნია მებრძოლის ქარიზმა რას გააჩნია ჩემთვის ანტიქარიზმა და მე ვერ დავამუღამე თვითონ მე UFC-ს უყურებდი პარალელურად Netflix-თან ერთად უყურებდი ერთდროულად რა და კოსტალენის კარდი უფრო შედარებით მაგრა დამომეწონა ვიდრე Netflix-ის კარდი ბრძოლების ხარისხით უბრალოდ Netflix ჰქონდა ის რასაც ვერც ერთი ორგანიზაცია ვერასოდეს ვერ იყიდის არის დიას ანუ არანაირი ფული არა არც ფარავს დიასი, იმიტომ რომ დიაზია და დარწმუნებულია რომ უმრავლესობა კიდე მაყურებლის თვითონ დიაზის და პერის საყურებლად იყო მან და არა უნდა რომ წარმოიდგინე რა ერთი რაღაცა რა ამ Netflix-ის MMA-ის ღონისძიებაზე იყო ყველაზე პრესტიჟული ხალხი და მართლა UFC-ის ალენ კოსტა იყო საიტში კი რა ხვაზე ხარ რა ხო კი რა თქმა უნდა ეს Apex-ის ივენტი იყო და UFC მისი საფასური გადაიხადა იმიტომ რომ Apex-ის ივენტებს რო აკეთებს UFC-ის ფინანსური შესაძლებლობები ახლა აქვს ისრამდე რო აკეთოს სულ sold-out არენები ასე რომ ვთქვათ რა კინაღამი sold-out-ი თუ არა დიდი არენების რო ატაროს ყველა კვირას შოუებს როგორც ატარებს მაგი რა ოღონდ შენ გააკეთე მაგი უბრალოდ არიღლიან თავს და კომფორტულად როსტერის building-up-ით არიან და გამო თორე ახლა კოსტა ალენი ეს ორი გამორჩეული დგომის მებრძოლი რატო უნდა აშხო მე და Apex არენაში როაზე ხარა რაღაც 100 მაყურებელის თუ არის მინიმალის მაგანა რა თქმა უნდა არანაირ შემთხვევაში არ აღერსი და ანუ კომეინის ძალიან მაგარი ბრძოლა იყო დოხონჩოის და იმის რა ქვია რა მივარდა იმის თავი ახლა თუ სახელი იმასო შეხვდა დოხუჩოი მოუგო ნოკაუტით ხო მაგრამ ძალიან მაგარი ბრძოლა იყო მეთქი ანუ მაგაზე მაგ ხალხს სარიელ დარბაში რა უნდა ხო ხარა ისეთი მებრძოლეები არიან აი მაგენი ხო არ არიან სარიელ მესმის რომ ბელალ მუჰამადი ვისთან ჩანიშნენ ვიღაცა კიდე ნოუნეიმთან ჩანიშნენ მაგენი რო შეახვედრო ერთმანეთს Apex-ში იდეალური მეჭაპია მაგრამ ესეთი სტრაიკერები და ესეთი უკროლელები რომელიც ყვასყვაზე ადუღებენ მაგათ რა უნდა იმაში ქვია Apex-ში და UFC-მ საფასური გადაიხადა მისი რომ Apex-ი აირჩიენ და მაგითო დაისაჯნენ. კი, რა თქმა უნდა, თან დეინამო მაგარი მუვი გააკეთა, რომ ვინც არევა ასე და Street Fighter-ი რო ყავს პრეზიდენტი, რომ მაგას რო დაუდროპა პოსტი მაგის ბრძოლაზე, რომ ანუ მთელი ყურადღება გადაიწიოს მაგრეგორზე. და რა დეინა ვაიტი ტყუილა იგონებს ტყუილა იგონებს პერს, ასე რომ ვთქვათ რა.
იმიტომ რომ რეალურად ხო Netflix-ი არ არის მის ინტერიერი, იმიტომ რომ რეალურად როგორ არის სწორად UFC არის დღეს NFL-ი და ანუ დიდი major sport ლიგა, NFL-ი, NBA, ყველაზე ხარ. ანუ ამ ლეველზე არის UFC. და სხვა დანარჩენი დასაკეთებ ყველა ცდილობს რომ იყოს ვითომ არ ჭარებში თქვა UFC-ვით რა და ანუ რეალურად UFC-ს შექმნის სტარებზე იყო მთელი კარდი აგებული მთელი attention-ი რაც იყო აგებული ხო ერთი იყო ჯინა კარანო რომელიც არ იყო ყურადღების ცენტრი იყო და UFC-სთან არ იყო შეხებაში სხვა დანარჩენი მებრძოლები ყველა იყო UFC-ს ვარსკვლავები და ყველა იგონებს UFC რომ ჭირდება რაღაც კონკურენცია რაღაც უაზრო კონკურენცია რომელიც კრინჯად გამოიყურება ხო ასე ხარა ნებისმიერ სხვა დროს შეიძლება დაიდრობათ მაგი კარტი მაგრეგორის და ჰოლოვეის და არანაკლების მაგარი და არანაკლების ანახაობრივი ანუ არანაკლები ინფორმაციული იქნება იმიტომ რომ ზოგადად ხო ფრეიზის განო არის ყველაზე ცუდი ინვესტიცია სპორტის ისტორიაში სადაც PFL-ში აიყვანენ და სადაც აიყვანენ ყველა ორგანიზაციებს ზარალის გარდა არაფერი არ მოუტანა იმიტომ რომ რეალურად გამყიდვების მომტანი მებრძოლი არ არის მაგი რა უბრალოდ ის არის რომ UFC-ს ცდილობენ და უყურე UFC წაუთათუნ კონკურენციას გიწევთ. სიმართლეში არანაირი კონკურენციას ფრენსის გადავერწევს რა. სხვათა შორის ძალიან კაი ქაღალდზე მაგარი კარტი გამოვიდა რა. კონა მაგრეგორი და ჰოლოვეი 2 11 ბენოა ივლისს სანდენი, პედი ბიბლეტი ძალიან მაგარი კარტია, რა თქმა უნდა. სუპერ მაგარი კარტია. თან დამუღამე რა აგიო, რომ მაგრეგორი და ჰოლოვეი ორივე მოდიან წაგების მერე და პირველად არის ასეთი მომენტი, რომ წაგების მერე მოსული მებრძოლები არიან ისე რა ქვია, main event-ი არიან. ანუ და რა main event-ი არიან, შეიძლება მთელი კიდე ერთი რეკორდი შეიძლება მაგრეგორმა მოხსნას. სწორად რა დაკავდეს გახურებით რა, თქმა უნდა. ამიტომ ძალიან მაგარი კარტია. პლუს მე მევასება რომ ანუ ჩარჩოებიდან მევასება მოვარდნა, იმიტომ რომ ჩარჩოდან როცა ვარდება ხო სიტუაცია. მაგ დროს იქნება კითხვის ნიშნები, მაგ დროს ხდება ბრძოლების ანახაობრივი რა. და მაგ შემთხვევაში თქმა უნდა ძალიან სანახაობრივია ისე ხო რა ქვია. ძალიან სანახაობრივი და საინტერესო არის, იმიტომ რომ ბევრი კითხვის ნიშანია, ბევრი რატო ანუ არ ხარ გულგრილი გინდა დაინახო რა. მაგას გულისხმობ. ამდენი ბევრი კითხვის ნიშანი რო არის. როგორი მაგრეგორი დაბრუნდება, როგორი ჰოლოვეი ბრუნდება, 77-ში იქნება თუ არა გავლენას, მაგრეგორის დარტყმა უფრო ძლიერი იქნება და ჰოლოვეის უფრო სუსტი თუ რა, ანუ რა, ბევრი კითხვის ნიშანია, რაც ჩვენთვის სუპერ საინტერესო არის. Netflix-ის ქართს როცა უყურებდი, წარმოიდგინე გეიბლ სტივენსონზე ლაპარაკობდა ჯონ ჯონსი, რომ ერთ-ერთი იქნება UFC-ის ჩემპიონიო რაღაცა ისე ასე GOAT იქნებაო და სადაც საინტერესო მომენტი იყო, როცა Netflix-ის ქართზე პრომოუშენს უკეთებდა ჯონ ჯონსი, იმას რა ქვია, მის ძმაკაც მებრძოლეს რა. ვითო ხო ეს ეთიკურად არ არის მოსული პონტი რა, მაგრამ ანუ ამ ქართზე ახლა UFC არასოდეს არ გალაპარაკებს სხვა ორგანიზაციის ბრძოლაზე რა, რომ ვიღაცა სხვა ორგანიზაციაში ბრძოლა აქვს დანიშნული და მაგიდან გამომდინარე რაღაც შერო კომენტარი გააკეთო მაგის მაგრამ მე Netflix-ის მიდგომა მაგაში მომეწონა რომ UFC-ში მიღწეულ UFC-ში გაკეთებული მიღწევებს აღნიშნავდნენ ასევე და აძლევდნენ საშუალებას ანუ არ ზღუდავდნენ საუბრით რა. მოკლედ ჩემი აზრით ალბათ Max Holloway უნდა იყოს ფავორიტი ამ ბრძოლაში. Benoit უნდა იყოს ჩემი აზრით ფავორიტი, ოღონდ ახლა ძალიან დიდად ვერ ვიტყვი, მაგრამ მაინც Benoit-სკენ ვიხრები. Sandhagen-ი, Mario Batista ალბათ ფიქემ არის, მაგრამ მაინც Sandhagen-ზე გავიწევ. Brandon Royval, Lonnie Kavanas ავირჩევ Lonnie Kavanas, იმიტომ რომ ეს ბიჭი ძალიან მაგარი ტალანტი არის. და Gable Stevenson მინდა რომ გაიმარჯოს, რახან მინდა რომ ნახო ახალი heavyweight რაღაც ოლიმპიური ჩემპიონის დომინაცია რა. და წარმოვიდგინე რომ კავალასზე ხო არანაირად არ აისახა წაგება, ანუ რო თქვა რომ წაგება რაღაცა ანუ უკან ნაბიჯი გადაადგმული არ არის, ვითომ მოიგოის ბრძოლა ისე განვითარდა ტიპი ყველაზე ხარა წაგებული ბრძოლის მერე უფრო მაგარი ბრძოლა ჩაატარა, ანუ უფრო მაღალი რეიტინგული ბრძოლა ჩაატარა, ეხა ხო რა მაგარ კარზე ჩხუბობს რა, ვითომ ანუ იმდენად სპორტი გახდა ასე ვთქვათ სწორი და ჯანსაღი ხო? სწორი და ჯანსაღი იმას ნიშნავს, რომ ანუ თუ მებრძოლე რეალურად კრედილებადი მებრძოლე არის, ხო და არის ჩვენ ვიცით კავანას პოტენციალი
და UFC მათი ის კავარას პოტენციალი. იცის რომ, ну, რა თქმა უნდა, სტრაიკერია და მაგათთან უბედური შემთხვევები ძალიან ბევრი არის, ასე რომ სტრაიკერები არიან რა. და ანუ ჩაუთვალენ ეს ერთწოდებულ უბედურ შემთხვევაში და აი გაზარდნენ ტიპი და ტიპიც გაიზარდა. მისი ოპოზიციაც გაიზარდა, ყველაფერი მეიმატა. ჩემს კავანას ისტორია ძალიან უაზროდ საინტერესო არის. აი გებელ სტივენსონი როგორ არის, ვიცით რომ დაანგრევს დედამიწას, მეხტი? ანუ ვიცით რომ ყველაფერი შემძლე არის და გაგვიკვირდება რომ ვერ შეძლოს. და კავანასი და ეს ბიჭები ხომ მე რა მომწონს? ყველაფერი შემძლე არ არიან, მაგრამ ბევრს ძლევენ. ძალიან მომეწონა მაგ მომენტები, რომ კიდევ კაი მეჩაპებს აძლევენ რა. კავანა ხო ბაზარიან არის. ხო, რა პლუს ბატის და წარმოიდგინე, ხუიჩ რობერტ უიტიკერი არის პრილიმებზე. Crazy. რობერტ უიტიკერი კოდი გარბრანდის პრილიმებზე არის რამხელა სახელი. კოდი გარბრანდი кайხანია პრილიმებზე არის ხო ბაზარია. კი, მაგრამ მაინც ძალიან დიდი სახელია კოდი გარბრანდი, მაგას მოგისმენთ რა. ეხა რობი ახლა გადაკვალიფიცირდა, ასე რომ ვთქვათ რა. თან ახლა მაგ light heavy-ში გადავიდა, ხო light heavy-ში გადავიდა და მაგონში თავის იკვიდრებს, და თავის დაკვიდრებით არის თავიდან დაკავებული, რაც უკვე გაუკეთებია მაგას, იმიტომ რომ welterweight მებრძოლი იყო და კარგი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ასაკში შევიდა და რეალურად 84-შიც ვერ ეტეოდა. სიმართლე რა ვთქვათ რა და ძალიან უჭირდა. ფაზილი არის ერთი ქურთი მებრძოლი რა, ეხა იყო პრილიმებზე აქ რა. ნამი ფაზილი ხო და არმან წარუკიანმა თქვა, ბოლოს რო ვიბაზეთ, რომ ეგენი ქურთისა სიგნებისავით არიანო რა, ეგ ქურთებიო რა, ნინა დრამაზე რაღაც live streams იწერდა და რაღაცა და ამან გამოუძახა მე რა, რომ მე ჩამოვალო და მოდიო და მე სომხები დაადგნენ კალიფორნიაში ფაზილას. როგორი ფოტო იყო, იცი TikTok-oi დავაი და სვიდანიას მოდი გამოვიდა. ფაზილას დაავიწყდა რომ პატარა სასტუმხეთში იყო რა. ხო, დაჟე რა სცენები იყო, იცი გამოსulis თუ წასulis უკან ბრძოლის შემდეგ უკვე იქ იყო რა ის არმანი და რაღაც რა კაროჩე. არმას ევასება ისეთი რაღაცეები. პლუს მე მგონი არენდა დაატოვებიეთ არმას მე როგორც ვიცი, რომ ძალიან აბუნდდა და ძალიან ხმაური დაიწყო. იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ მაგ დიაზ და პერიშიც შეერეოდა და რაღაც ბინძურებს გააკეთებდა და რავი, არმანი რეგულარული არმანია, სტაბილურად არის ყველაფერი დედამიწაზე, ყველაფერი მოძრაობს. Короче, Armandi ყოველთვის არის headline-ებში. ამჟამად no. Bro, you are the champ, you are the king. Let's fucking go. You tune into the Cartwellians on the Fight Pod podcast. Fight Pod.